ჩინურ საჭმელებზეც კითხე თუ აგერ ეგეთი კომენტარია, რამდენად როგორ მოგწონს სამზარეულო? ძალიან აზიური სამზარეულო ეხა ჩინეთი აზიაში ერთ-ერთი ისეთია რომ ქართულები არ გენატრება ხოლმე? ძალიან გენატრება. ანუ იცი რა არის? ეხა რო თამაშობ ჩინეთში, ისე ბოლო 2-3 წელი ისე დაემთხვა რომ პაუზები რომ აქვს და არ ჩამოდივარ ნაკრებში, მაქვს ხოლმე რაღაც 3-4 დღე ისე დასვენება რომ შემიძლია ჩამოვიდე და ვნახო ჩემი ოჯახის წევრები რაღაც ჩამოვიდა და მიწევს ხოლმე ხო, აქამდე არ იყო ეგრე. რამდენი ხანი უნდა მგზავრობა? მგზავრობას უნდა 12 საათი. ხო. ეხლა სუშორდან მოდიხარ. მაშინ მიჭრეული ხარ. ხო. არა, მე მიჭრეული ვარ, მაგრამ 5 დღე რო გაქვს დასვენება, ხა 12 საათი არაფერი არ ჩამოხვიდე. ხო. მაგრამ შენ პლუს ამერიკიდან რომ მოდიოდი, თან კალიფორნია და ამერიკიდან რომ მოდიოდი, გჭირდებოდა 20-30 საათი. კალიფორნიიდან. თან ყველა სუდი ის იყო, რომ გადმოწყობა რა, დროები იყო. და აქ მარტო 4 საათია. ხო. იქ არის 11 საათი განსხვავება. ეგეთი კითხვა იყო. ნაკრებზეც იყო კითხვა, რომ თუ არ იმსადა დასაბრუნებლადო, რომ ნაკრებში ითამაშოსო და ჩვენც ვილაპარაკეთ სხვათა შორის, სანამ შემოვიდეთ ეთერში, რომ ვაკო ყოველთვის მზად არის მაგისთვის, რომ ნაკრებში ითამაშოს და თუ დაუძახებენ, მზადაა მოკლედ. ხოიცა, ეხა ეთერს სანამ შემოვიდეთ კი არა წინა გადაცემები, ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ მაგაზე. ბევრი ვილაპარაკია. გამოსაძახებელიაო. ვაკოს თატო ლობირებდა, რომ ჩემპიონატიოთ აუხსნა აქ ხალხსო, ჩემპიონატს ნუ უყურებთო თქვენო ეგრეო. ხო არა. სერიოზული ავტორიტეტია ტატოსი ჯერაც თან. ციტირებენ მე სხვა გამოცემა. სასიამოვნოა ეხლა ტატოსგან ეგეთი სიტყვების მოსმენა და კი ეგრეა.